მოგესალმებით, ჩვენთან ერთად არის ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და პირველ რიგში ალბათ კითხვა ისმის, რა აკომპლექსებს თინეიჯერებს? სწორედ აღნიშნეთ, ჩვენ ეს ესე ვთქვათ, კომპლექსი, როგორ ეს თვითშეფასების ნაწილი ყველა ასაკში გვაქვს, მაგრამ ამ ასაკში ყველაზე კაფიოდ გამოდის ფონიდან და ფიგურად ხდება, რომ აი ეს თემაა, ხო? მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ცვლილებებს ადამიანები ვუმკლავდებით, მაგრამ თუ ეს ცვლილებები არის ძალიან სწრაფი, ამასთან გამკლავება ძალიან გვიჭირს და თინეიჯერობა არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ძალიან სწრაფად ხდება ეს, ხო? აი, ხედავთ მოზარდს, რომელიც წავიდა ზაფხულის არდადეგებზე და ჩამოვიდა უკვე სექტემბერში, აბსოლუტურად ერთ-ორ თვეში ისეთი მკვეთრი ცვლილება აქვს სიმაღლის, წონის, გარეგნობის, რასთან გამკლავებაც მას ცხადია ძალიან უჭირს, ხო? ერთი რომ ეს ცვლილება ძალიან სწრაფად დგება და ამის მიმღებლობა მე მიჭირს და ზოგჯერ მშობლებიც და ზრდასრულებიც ვეუბნებით რომ პირიქით ძალიან მოგიხდა, ხო? აი თუ თქვათ თხელია რომ მოიმატა ცოტა შეიძლება პირიქით მოუხდა კიდეც, მაგრამ იმდენად სწრაფად ადგა ეს ცვლილება რომ მას გაუჭირდა ამასთან ადაპტირება. მეორე ნაწილია ის, რაც ამ პუბერტატის გარდატეხის ასაკში დგება, როცა უნდა გამოვეყო ჩემს მშობლებს და რაღაცნაირად კრიტიკული გავხდე მათი შეფასებების მიმართ და კი გამოვეყავი, მაგრამ ეხლა ვის ვეკუთვნი? სად ვარ მე ამ სამყაროში, სად ვდგავარ და ვის გვერდით ვდგავარ? მანამდე ეს კრიზისი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემი მშობლები ნაკლებად მაქვს უпроსტად მეუბნებიან, რომ შენ ხარ ლამაზი, შენ ხარ ჭკვიანი რაღაც და მე შერწყმული ვარ ამ მოცემულობასთან და ეს მიმღებლობა მაქვს ეს მათი შეფასების. ტიპიურ განვითარებას გულისხმობ, თუმცა ინდივიდუალურად ყველა შემთხვევა განსხვავებულად უნდა განვიხილოთ, მაგრამ როდესაც აი ეს გარდატეხის ასაკი შემოდის, როცა გამოვეყავი მე ამ მშობლებს და უკვე ვაკრიტიკებ, რომ აღარ ვარ მე ესეთი ლამაზი და არ მომწონს ჩემი თავი, მათ შორის შეიძლება ძალიან კარგადაც გამოვიყურებოდე. აი აქ დგება ეს კრიზისი, რომ სად ვდგავარ ახლა მე ამ სამყაროში, ვის ვეკუთვნი და ამ დროს ვიღებთ იმ ცვლილებებს, რომელიც არის ხოლმე ზრდასრულებისთვის თვალში საცემი, რომ აი აბსოლუტურად შეიცვალა რაღაცა იმიჯი, ვარცხნილობა, ჩაცმულობა და ამასთან გამკლავება მე უკვე ზრდასრულებს მშობლებს გვიჭირს. გაბატონო, თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ უკვე გამოიყო გარდატეხის პერიოდი, უკვე კრიტიკულად აფასებს იმას, რაც მშობლებისგან ესმის, რომ ის ყველაზე ლამაზი მშვენიერი ამ დროს სხვა რეალობას ხვდება, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მშობლების პირად მაგალითს. აი, ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. თვითონ კრიზისი რამდენად მძაფრი იქნება, რა თქმა უნდა, არის დამოკიდებული იმ ველზე, რომელ ველშიც ბავშვი იმყოფება, ხო? მშობლის მაგალითი და მშობლის აღზრდის სტილი არის განმსაზღვრელი ეს კრიზისი დადგება და რა სიმძაფრით დადგება. იმ სხვა ველთან ერთად, სადაც ბავშვი იმყოფება, ცხადია. მშობლის მაგალითი რამდენად მოსწონს მას თავისი გარეგნობა, რამდენად იღებს იმ ცვლილებებს, რომელიც არის, ხო, ვთქვათ, კი ბატონო, რაღაც მოვიმატე წონაში, ან ვარცხნილობა შევიცვალე და ზოგადად კრიზისს როგორ უმკლავდება მშობელი, გარეგნობასთან დაკავშირებულ კრიზისაც და ცხოვრებისეულ ბუნებრივ და ხელოვნურ კრიზისებს როგორ უმკლავდება მშობელი, ეს ცხადია ხდება მაგალითი ბავშვისთვის. თუმცა არა პირდაპირ პროპორციული, თუ დედა ადვილად გაუმკლავდა, მეც ესე ადვილად ვუმკლავდები, ესე არ დგას, იმიტომ რომ თვითშეფასება ეს არის ძალიან ინდივიდუალური მოცემულობა. დედაჩემს შეიძლება აქვს საკმარისი თვითრწმენა, შინაგანი საყრდენი, რომ აი ხო, კი, შევიცვალე ეს ვარცხნილობა, მაგრამ არა უშავს, ახლა გამეზრდება, არ მომწონს ამ წუთას. მე შეიძლება ბევრად უფრო მძაფრად აღვიქვა ეს და ბევრად თვითკრიტიკული ვიყო მაშინ, როდესაც თქვათ რაღაცა ეს ფერით თმა არ მომიხდა, რომელიც შევცვალე. იმიტომ რომ მე ჩემი შინაგანი რწმენა არ მაქვს ამხელა, იმიტომ რომ მე არ ვეყრდნობი ჩემს თავს და მთლიანად ვეყრდნობი გარემოს, რომელმაც მითხრა რომ აუ არ გიხდება ეს ვარცხნილობა, ეს რა გიქნია. ხო, გადავიტანე მთელი ისრები, რომ აი მათ არ მოვწონვარ, ესე იგი მე კარგი არ ვარ. აი შედარებისკენ მივდივართ ახლა ისე ეს დოქტორი პორტერი რომ ვახსენო რა ჩვეულებრივად აქ ამ ქალს მართლა აი ნაბიჯ აღწერილი ყველა ის ცხოვრებისეული მომენტი რომელსაც შეიძლება შაბლონი ვუწოდოთ ბრჭყალებში შაბლონი რომელსაც შეიძლება თინეიჯერი წააწყდეს ცხოვრების მანძილზე და ამისი გადაჭრის მეთოდებიც ძალიან გასაგები ენით ნაბიჯ აქვს ახსნილი ამ ქალბატონს იმიტომ მომეწონა ეს წიგნი ძალიან და რა თქმა უნდა შედარებას როცა ეხება საკმაოდ დიდი თავი უკავია წიგნში ამ მომენტს ერთ კარგ რაღაცას ამბობს რომ როდესაც ადრე წლების წინ სანამ ტექნოლოგია განვითარდებოდა ჩვენ ვედრებოდით
აი ჩვენი სამეზობლოს თუ სამეგობრო წრეს, ხო, აი მაქსიმუმ 5-6 ვისთანაც ქონდა გადაკვეთა. ხო, ვისთანაც ქონდა უბრალოდ შეხება და ეხლა უკვე დადგა ის მომენტი, როცა ვედრებით მთელ სამყაროს, ხო, იმიტომ რომ მთელი სამყარო ხელმისაწვდომია გაჯეტების და სოციალური ქსელების მეშვეობით და ამან გამოიწვია კიდე დამატებითი შფოთვა, დამატებითი პრობლემები, რა თქმა უნდა, თინეიჯერის ცხოვრებაში. აი ამაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, აი შედარება საკუთარი თავის შედარებაზე სხვასთან და ამითი ტანჯვით. როგორ მოვაგვაროთ ეს ამბავი? ეს ნაწილი ალბათ ყოველთვის იყო არის და იქნება, ხო? შედარების ნაწილი აღზრდაშიც ძალიან ხშირად გვაქვს, თუნდაც დედმამიშვილებთან ან გაიდეალებული რომელიმე ნათესავთან თქვა, ხო, რომ აი ის ესეთია და შენ შეიძლება რომელიმე გმირსაც შეედარო და შეიძლება სამეგობროში არსებულ რომელიმე წევრსაც შეედარო, ხო? თუმცა შედარების ნაწილში სადღაც ადამიანები მაინც ვაცნობიერებთ, რომ მე არ ვარ ის მეორე ადამიანი. და კი შევადარე და კი მივბაძე, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის საკმარისი. ამიტომ არა მხოლოდ პუბერტატის ასაკში, არამედ მთელი ჩემი განვითარების ეტაპზე მჭირდება მე ის მხარდაჭერა, რომ შენ ხარ უნიკალური, შენ ხარ განუმეორებელი. არა საუკეთესო, არამედ აი ის უნიკალური, რომელიც შენშია, ხო? ბავშვებს როდესაც ვეკითხებით, რომ აი მოძებნე ის, რაც შენ გამოგარჩევს. რა არის ის, რაც შენ გამოგარჩევს? რაღაცნაირად მთელი აქცენტები მშობლების მხრიდანაც, შეიძლება პედაგოგების მხრიდანაც და მე ლოგიკურად ბავშვების მხრიდანაც გადატანილია უნარებზე. მაგალითად, მე კარგად გამოდის მათემატიკა. მაგრამ მე მირჩევნია, რომ ბავშვმა ისაუბროს და უფრო ჯანსაღია ისაუბროს, რომ აი მე ვარ უნიკალური იმით, რომ მაქვს კარგი იუმორის გრძნობა. რაც ჩემში ისეთია უფრო საყრდენი, ან მათემატიკაში კარგ ქულას მივიღებ თუ არ მივიღებ, ეს პირდაპირ ახდენს გავლენას ჩემს თვითშეფასებაზე, ხო? კონკრეტულად რაღაცა ცეკვის კონკურსში გავიმარჯვებ თუ არ გავიმარჯვებ, ამაზე არ უნდა იყოს ჩემი თვით საყრდენი, დამოკიდებული. მაგრამ თუ მე კარგი იუმორის გრძნობა მაქვს, თუ მე შემიძლია ვიყო ემპათიური, თუ შემიძლია მოვუსმინო, თუ შემიძლია მხარი დავუჭირო, ეს უკვე არის ჩემი პიროვნული საყრდენი და ამით უნდა ვიყო მისაღები მე გარემოსთვის. და ეს უნდა გამოყოს გარემომ ჩემში როგორც ფიგურა. კალბატონო, ჩვენ ვაგრძელებ იმ თემას, რომ მოზარდი ყოველთვის სათუთი ორგანიზმია და ინდივიდია, მაგრამ განსაკუთრებით აი ეს თინეიჯერული ასაკი, როდესაც უკვე ფაქტურად ოჯახს რაღაცნაირად ეყოფა და მიდის უკვე სხვა გარემოში, სადაც ყოველწუთში მშობლები არ ტრიალებენ და ხვდება თავის სტოლებს, რომლებიც ხშირად დაუნდობლები არიან და ესმის კრიტიკა. ყველას მოგეხსენებათ, არც თუ ისე შორეულ წარსულში ამ კრიტიკას და აი ამ ცუდ დამოკიდებულებას ხშირად ფატალური შეფერხებიც მოყვება. და მაინც როგორ აღიქვამენ ბავშვები აი ეს ასაკის მოზარდები აი ამ კრიტიკას. ძალიან მძაფრად. ძალიან მძაფრად, იმიტომ რომ აქ უკვე აღარ არის საკმარისი მშობლის აი ისეთი ტიპის და მხარდაჭერა არ მიაქციო ყურადღება. ეხლა მე ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მშობელს ჰქონდა დაკვეთა, იქნებ ასწავლოთ ჩემს შვილს, რომ არ მიაქციოს ყურადღება მშობლების თანატოლების კრიტიკას, ხო? და ეს რომ შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან უსაფრთხოა მისთვის და მშობელს რა თქმა უნდა მიზნობრიობაში აქვს, რომ დაიცვას შვილი, თუმცა არ მივაქციო ყურადღება, ხო ნიშნავს, რომ საკუთარ თავს არ ვეკონტაქტო. ანუ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ ყველა მოვდივართ სამსახურში და არ მესალმებიან ან მაკრიტიკებენ. ეს ხომ ლოგიკურია, რომ ჩემში იწვევს გაღიზიანებას, ბრას, სევდას, ხო? და როგორ არ მივაქციო ყურადღება ჩემში ეს ამაზე რეაქცია რომ აქვს, ეს არის ჯანსაღი და რეაქცია რომ არ მქონდეს, ეს იქნებოდა არაჯანსაღი, ხო? ამიტომ ეს გამკლავების მექანიზმი, რასაც ხშირად მოზარდებიც თვითონ ამას იყენებენ და მეუბნებიან, რომ აი ამ დროს, თქვა ბულინგის დროს, ჯობია რომ არ მიაქციო ყურადღება. იმ მოლოდინით, რომ იქნება არ განმეორდეს. იქნება აღარ განმეორდეს. თუ არ მივაქცევ ყურადღებას, ხო, მისი ქცევა აღარ განმეორდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. შეიძლება ერთ-ერთი მექანიზმი იყოს, მაგრამ არა საკმარისი. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ბავშვს ჰქონდეს თანადგომის ქსელი, მეგობრის სახით. აი ვთქვათ, ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე კრიტიკულები ისეთი მეგობრის მიმართ, რომელიც ვთქვათ, კარგად არ სწავლობს. და ვეუბნებით, რა რატო აირჩიე ეს კლასელი მეგობრად, ის ხო კარგად არ სწავლობს. თუმცა მისთვის შეიძლება შეუფასებელი
როლი კონდეს აი ამ თანადგომის ნაწილში, ხო? ამიტომ მშობლებს ვეუბნები, რომ ნუ ვიქნებით კრიტიკულები მისი მეგობრის მიმართ. მესმის, რომ ჩვენ გვინდა, რომ აი ეს ჭიპლარი არ გაწყდეს და ვიყოთ მუდმივად გვერდით, მაგრამ ის ირჩევს უკვე სხვა ადამიანებს. ჯობია თვითონ გაუმკლავდეს იმ იმედგაცრუებას, თუ ფიქრობ და გეშინია, რომ შეიძლება უღალატოს იმ მოზარდმა, ან არ იყოს სანდო ეს ადამიანი მისთვის, ვიდრე მუდმივად კრიტიკულად ვიყოთ განწყობილი, იმიტომ რომ ამით ხელს ვუშლით, რომ იმ გარემოში, რაც თქვენ აღნიშნეთ, სადაც ჩვენ არ ვართ, ერთი ადამიანი მაინც უნდა ყავდეს მხარდამჭერი. და სილამაზის სტანდარტებზეც არ შემიძლია არ გკითხოთ, რა გავლენას ახდენს მაინც ეს თინეიჯერულ ასაკში, თუმცა რამდენად არის ეს რეალობასთან ახლოს, ანუ რომ არ იყოს სილამაზის სტანდარტი, ნუ რაღაცა დონის მაინც ყოველთვის იქნებოდა, მაგრამ აი ასეთი მოცულობით რო არ იყოს, მაინც იგივენაირი სიმძაფრით ექნებოდა და უშუალოდ თინეიჯერს აღქმა აი ამ თავისი ვიზუალური მხარის. მე ხა ჩემ თავს რომ შევადარო ეს ამბავი, ხო, ჩვენ რაღაცნაირად ჩვენი გამოცდილებიდანაც რომ ამოვიდეთ, მეც ესეთი მძაფრი მქონდა, ცხადია, თუმცა მაშინ არ გქონდა ხელმისაწვდომობა ამ ინტერნეტთან, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, როგორ თვითკრიტიკული ვიყავ. ეს ახალი გამოწვევები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ წინაღობას და მეტ დაძაბულობას ქმნის, თუმცა მაინც მგონია, რომ დღევანდელი თინეიჯერები უფრო არიან ორიენტირებული საკუთარი თავის ძიების პროცესით, ხო? თუ თქვა ჩვენ დროს ხელმისაწვდომი არ იყო ესე ამდენი პოპულარული მსახიობი და ყველას მოგწონდა ერთი მსახიობი და ყველა მას ვბაძავდით, დღეს ბევრი ალტერნატივა აქვს და უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მოძებნონ თავისი გმირი და ილინკებიან კონკრეტულ პერსონაჟთან და ცდილობენ ნებისმიერ ვარიანტში რაღაცას მაინც საერთოს ნახულობენ, კი ბატონო და მასთან და ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია. გამოვეყო და ვიღაცასთან დავინტეგრირდე და მე ამასაც გამოვეყო და მოვძებნო ჩემი თავი. და ეს ინტენსივობა, რომლითაც ახლა აქვთ თინეიჯერებს მოწოდებული, ეს ამძაფრებს ხო ალბათ მათ ყოველ დღიურობასაც შეიძლება ითქვას. კი, ამძაფრებს, თუმცა აქცენტს გავაკეთებ იმაზე, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავიც მოძებნონ ამ პროცესში. ანუ მეტი ალტერნატივა აქვთ, რომ მოძებნონ ისეთი გმირი, ისეთი პერსონაჟი, რომელიც მათთან რაღაცა კონტაქტშია. ხასიათის ნაწილში, ვიზუალის ნაწილში, ქცევის გამოცდილების ნაწილში. აი ჩვენ როგორ დავუდგეთ გვერდით ამ დროს? აი დაუშვათ უნდა რომ გაიკეთოს რაღაცა პროცედურა, ჩაიტაროს დაუშვათ. ჩვენ ვთვლით რომ საერთოდ არ სჭირდება მასე ეს, მაგრამ ჩავერიოთ, არ ჩავერიოთ, აი რა. ჩვენი ჩარევა იქნებოდა მხოლოდ ის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, მაგალითად, მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს შემდგომ ეტაპებზე, არა მხოლოდ საფრთხეებზე, არამედ იმ რესურსზე, რასაც აძლევს ის კონკრეტული გამოცდილება, ხო? ერთი რაც უნდა განსაზღვროთ, მუდმივად შედარება მე ჩემ დროს ესეთი იყო, მისთვის არარესურსულია. მე არ ვიყავი თინეიჯერი, მე არ მქონდა კრიზისები, მე არ მიდოდა, ან შენ დღეს ყველაფერი გაქვს. ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს. რომ ჩვენი თაობა რო აზიარებს, რომ ჩვენ დროს არ იყო ელექტროენერგია, ან მე ეს არ მქონდა. ქალბატონო ნინო, დიდი ბოდიში ახლა უნდა შეგაწყვეტინოთ, ქალბატონი ნინო ბუაძე იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენი დროის დეფიციტის გამო.